შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ სიებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმა. ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ. თოლორაიას შეფასებით სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულებები. ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც ეთერში შაბათს გავიდა, გაირკვა, რომ მართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს მოქალაქეების დაშინებას, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა შეაგროვოს და ძალაუფლება კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნოს. გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, თუმცა საგამოძიებო უწყებებისაგან ჩვენ ამ ეტაპამდე არ მოგვისმენი არავითარი განმარტება ამ ფაქტების შესახებ. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ასევე საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და უმოკლეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ თითოეულ ამომრჩეველს, არამედ ზოგადად არჩევნების პროცესს. ასევე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებში მოსწავლეებისაგან გროვდება მათი მშობლების პერსონალური მონაცემები. აუცილებლად ამ საკითხზე უნდა გააკეთოს განმარტება განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისაგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან განათლების სამინისტროს სადაც აქვს ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური მონაცემები, რაც საჭიროა ბავშვების სასწავლო პროცესის მართვისათვის და ასევე აღნიშნული საკითხი შეისწავლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა.